პოლიტიკური წარსული, აწმყო და მომავალი, მიმოხილვა, ანალიტიკა, ექსპერტების შეფასებები აჭარის რადიოს ეთერში. ყოველ სამშაბათსა და შაბათს 19 საათზე ტატო ცეცხლაძის საავტორო პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემა ინდიკატორი. ეთერშია გადაცემა ინდიკატორი. დღეს შაბათია და ეთერშია გადაცემა ინდიკატორი. პირდაპირ ეთერში მუშაობას ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე, პოლიტოლოგი ნინო ჩხეტია და ხმის ოპერატორი ინგან არჩემაშვილი ვიწყებთ. 7 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადა. ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში 42-ე მსუბუქ ქვეითი ბატალიონის ბაზაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 7 ქართველი ჯარისკაცი. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ ურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, კაპრალი გიორგი ადამოვი, კაპრალი ბორის სუგოშვილი და კაპრალი თეიმურა ზორთავიძე. დღეს გვექნება გადაცემის პირველ ნაწილში სწორედ ამ თემაზე საუბარი. ჩვენთან ერთად პირდაპირ ეთერში გიორგი წეროძე, სამხედრო ჟურნალისტი ისაუბრებს. გიორგი, ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობენ ავღანეთში, რამდენად აუცილებელი არის, რომ იყოს იქ ქართველი სამხედროები? მოგესალმებით ტატო, პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და მთელ შეიარაღებულ ძალებს, მეოთხე ქვეით ბრიგადას და 42-ე ბატალიონს, მის პირად შემადგენლობას უსამძიმრებ ზოგადად ჟურნალისტების სახელით. რაც შეეხება მართებულობას იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა ავღანეთში ქართული კონტინგენტი, ალბათ აქ ჩემი პოზიცია, ჩემი სუბიექტური აზრიც ალსახა იქნება, კი უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ სოფლიოში მშვიდობისთვის რაღაც ჩვენი აგური დავდოთ ამ ყველაფერში, ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი წარმომადგენლები არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ ყველგან სადაც დაჭირდება უსაფრთხო მსოფლიოს. ზოგადად გიორგი, ხშირად არის იმაზე, საზოგადოებამ არ იცის, რა არის აისაფის პროგრამა და რა არის საერთოდ ავღანეთში რატო იბრძვის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. რო უთხრათ რადიო მსმენელს, რა არის აისაფი, რა მისია და ფუნქცია აკისრია ზოგადად ამ მშვიდობიან მისიას. სანამ აისაფის პროგრამა დაიწყებოდა, მანამდე სამხედრო ოპერაცია ავღანეთში დაიწყო შეერთებულმა შტატებმა, ოპერაცია კოდური სახელწოდებით ჩამოუშლელი თავისუფლება, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი. ოფიციალურმა ვაშინგტონმა, ოფიციალურ ქაბულს მოსთხოვა ნომერ პირველი ტერორისტის ოსამა ბინ ლადენის გადაცემა, რომლის პასუხადაც თალიბებმა ვაშინგტონს კატეგორიული უარი უთხრეს. თალიბები მაშინ ქვეყნის ოფიციალურ მმართველებად ინიშნებოდა, თალიბანმა თავშესაფარი მისცა ოსამა ბინ ლადენს და მის რაზმს ავღანეთის ტერიტორიაზე და სწორედ ამ განცხადების საპასუხოდ დაიწყო ამერიკამ ოპერაცია ჩამოუშლელი თავისუფლება. 7 ოქტომბერს 2001 წლის 7 ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა, ამ შემთხვევაში დიდმა ბრიტანეთმა დაიწყეს პირველ რიგში ავიაშეტევები. ამ ავიაშეტევების შემდეგ, კონკრეტული დროის შემდეგ და კონკრეტული სამიზნეების განადგურების შემდეგ უკვე სახმელეთო ოპერაცია დაიწყო და ამ წლის მხოლოდ 20 დეკემბერს მიიღო გაერომ რეზოლუცია ნომერი 1383, რომ შექმნილი იყო ავღანეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები, იგივე აისაფი, ეს არის აბრევიატურა International Security Assistance Force, სწორედ აქედან მოდის სახელი აისაფი და დეკემბრის შემდეგ დაიწყო აისაფმა ავღანეთის ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა. პირველად მისი არეალი მხოლოდ ქაბულით შემოიფარგლებოდა, თუმცა შემდეგ მისი ფარგლები გაიზარდა და საერთაშორისო ძალები გადანაწილდნენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. რამდენად წარმატებულია ეს პროგრამა? 29 ქართველი დაიღუპა ავღანეთში. რამდენად იყო ქართული მხარისთვის ამ მსხვერპლის გაღება აუცილებელი? მე ძალიან სკეპტიკურად ვარ ამ აისაფის წარმატებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვცნობ იმ პერიოდს, როდესაც საბჭოთა ჯარები იყო ავღანეთში შეყვანილი. მინდა გითხრათ, რომ 87 წელს უკვე საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჯარების გამოყვანა იქედან, აბსოლუტური კრახით დასრულდა მაშინ ის სამხედრო ოპერაცია და სადღაც საერთო მაჩვენებლით 150,000 საბჭოთა ჯარისკაცი არის გარდაცვლილი და დაღუპული ავღანეთში.
ძალიან მოზაიკური ქვეყანა არის ზოგადად ავღანეთი, ის პროვინცია, რომელშიც ახლა ქართული ჯარისკაცები არის პრინციპში ყველაზე ისეთ ხელწერტილად აღიარებული, ეს ვთქვათ ავღანეთის ტერიტორიაზე. მე გეტყვით, რომ განსხვავებით გიორგისგან, მე აბსოლუტურად ვეთანხმებ გიორგის, რომ ვარ გარკვეულწილად მომხრე ამ ოპერაციაში მონაწილეობის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანა, როგორც არის ნატოში ჩვენი გაწევრიანება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სრულიად არარაციონალურად მიმაჩნია ის რაოდენობა ქართული ჯარისკაცების, რომელიც ამ პროგრამაში ამ პროექტში მონაწილეობს. ეხლა მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, როდესაც ხელისუფლება ღებულობს, ის უნდა იყოს აბსოლუტურად საკმაოდ გონივრულად, ესე ვთქვათ, დაწონილი. მე მაინც მგონია, რომ ძირითადი ამოცანა ხელისუფლების, რატომაც მან თავის დროზე მიიღო, ჯერ კიდევ 2009 წელს ვაუცები, მე მგონი ეს პერიოდი უნდა იყოს, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა ISAF-ის ოპერაციაში ჩართვა, იყო ძირითადად აი ამ სწორედ ამ мотивაციით მიღებული, რომ ჩვენ ეს დაგვეხმარებოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის და რატომ? პირველი მოთხოვნა აუცილებელი ნატოს, ვინაიდან ეს არის მაინც ძირითად შემთხვევაში სამხედრო გაერთიანება, არის სამხედრო რეფორმა და პრინციპში ეს ოპერაცია ჩვენ უნდა ჩავთვალოთ ერთ-ერთ ნაწილად, შემავალ ნაწილად, ასე ვთქვათ, სამხედრო რეფორმის განხორციელების. მაგრამ მთლიანობაში ის, ესე ვთქვათ, ის იმედები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა, როგორც ძველს ისე ახალს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების, არის აბსურდი. იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ნატოში გაწევრიანება ჩვენი არ დაკავშირებული ყველა სხვა ტიპის პრობლემების გადაჭრას და მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასაც ამავე დროს ქართული საზოგადოება არც ერთმა ხელისუფლებამ უნდა მოატყუოს, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს პერსპექტივაზე ნატოში გაწევრიანების, მაგალითად ბოლოს გავიხსენებ 2012 წლის 10 მაისს, როდესაც ბატონი გორდონი, რომელიც მაშინ გახდა სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, როდესაც გამოდიოდა სენატის კომიტეტის ხდომაზე, საერთაშორისო კომიტეტის ხდომაზე, პირდაპირ თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის მზად განიხილოს საკითხი საქართველოს ნატოში გაწევრიანების, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რჩება მზად იმისთვის, რომ ხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელება საქართველოში. მეცაც გეტყვით, ზოგადად კავკასიის რეგიონი განიხილება საკმაოდ მძიმე რეგიონად კონფლიქტების ვთქვათ მიმართულებით და მაგალითად მარკ ჰელტინგი, რომელიც გახლავთ გენერალი სარდალი ევროპაში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების, ამბობს, რომ იმდენად რთული რეგიონია, რომ ძალიან რთულია ნატოსთვის ამ რეგიონში ერთპიროვნულად ეს ვთქვათ პასუხისმგებლობის აღება, უფრო მეტიც მათ აქვს სპეციალური პროექტი GAA თურქეთი, ეს არის რაღაცა საქართველოს, ესე იგი აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი სპეციალური პროექტი, რომელთაც ისინი თავიანთ ჯარისკაცებს, ნატოს ჯარისკაცებს ასწავლიან მრავალმხრივეობას კონფლიქტების. ამდენად ეს იმედი და რაღაცა ჩამოკიდება, რომ ჩვენ ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობა გარკვეულწილად ხელს შეგვიწყობს, რომ ნატოში გავწევრიანდებით, ფიქრობ, რომ არის აბსოლუტურად აბსურდული. რაც შეეხება თვითონ ამერიკული საზოგადოების დამოკიდებულებას, მე გეტყვით, რომ გასულ წელს ჩატარდა ძალიან საინტერესო სოციოლოგიური გამოკითხვა თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 27% არის თავად სურვილი მონაწილე ამ, ესე ვთქვათ, ISAF-ის ოპერაციის. ამდენად ამერიკაშიც ერთმნიშვნელოვნად ამერიკის მოქალაქეები არიან აბსოლუტურად წინააღმდეგი. მეცაც გეტყვით გასულ წელს კონგრესმენი ბარბარა ლილის მიერ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, მოგხსენებათ ამერიკის კონგრესში არის 435 დეპუტატი, 86 რა თქმა უნდა არ არის დიდი რაოდენობა, მაგრამ 86 დეპუტატი გამოვიდა წინააღმდეგი იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ პარლამენტს რომ დავუდგეთ, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, თუ ჩვენ ავღანეთს დავტოვებთ, მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ. მაშინ ხმის ამომღები არავინ იქნება. მავთულხართები 200 მეტრით კი არა, 100 კილომეტრით რო გადმოიწიოს სადმე, ამიტომ ეს ამ ყველაფერს ანგარიში უნდა გაუწიოთ. ანუ დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ აუცილებელი არის, რომ ქართული ჯარი დარჩეს ავღანეთში და მისია დასრულდეს. ეთანხმები გიორგი უსუფაშვილის განცხადებას, ანუ უნდა დარჩეს ქართული ჯარი. სანამ ამ განცხადებას გამოვეხმაურები, ქალბატონ ნინოს წინადადებაში ან ერთ მცირე ჩასწორება შევიტან საბჭოთა ინტერვენციის დროს მხოლოდ 15,000 საბჭოთა მოსამსახურე დაიღუპა და არა 150,000. ეს ოფიციალურად, არაოფიციალური მონაცემებით სავარაუდოდ ეს ციფრი 25,000-მდე უნდა მერყეობდეს, რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ასე ცალსახად ჩემი აზრით, ჩვენ თუ ავღანეთს დავტოვებთ, ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია გაიქცევა საქართველოდან, ალბათ აბსურდია, თუმცა მე ვეთანხმები ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს იმაში, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ISAF-ის მისია. აქვე ვეთანხმები ქალბატონ ნინოს იმაშიც, რომ ეს მისია არ უნდა იყოს იმ რაოდენობის, რა რაოდენობისაც არის ახლა. ანუ ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ
ჯარისკაცების რაოდენობა ავღანეთში, თუნდაც ჰელმანდის პროვინციაში და სხვა ნაკლებად სახიფათო რეგიონში ავიღოთ პასუხისმგებლობა, უფრო სწორად ეს თავის დროზე უნდა გაგვეკეთებიან, იგივე გორას პროვინციაში შეგვეძლო საკუთარი ბაზის განთავსება, თუნდაც ასეულის დონეზე, თუნდაც 20-ეულის დონეზე, თუნდაც სამედიცინო 20-ეულის დონეზე, რომელიც არა მარტო სპეცოპერაციების დროს და აქტიური ოპერაციების დროს მიეხმარებოდა აისავს, არამედ იგივე საგანმანათლებლო კუთხით მიეხმარებოდა, იგივე სამედიცინო კუთხით დაეხმარებოდა ამ ყველაფერში. მე ვთვლი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა, თუმცა არა იმ ძალებით, რომლითაც დღეს ჩვენ იქ ვართ წარმოდგენილი. ნინო შენ ეთანხმები არ ვეთანხმები, საერთოდ მე ვფიქრობ, რომ უსპაშვილის მხრიდან ცოტა ისეთი არამორალური გაკეთებული განცხადება, მე ძალიან კარგად მახსოვს გასულ წელს მეორე არხზე, როდესაც ის გამოდიოდა, აცხადებდა, რომ ის არ ზრდის საკუთარ შვილს იმ პრინციპით, რომ სამშობლოსთვის უნდა გაწიროს თავი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა ეს განცხადება მისი გახსენებოდა და ეს ზედმეტი დრამატიზირება ამ საკითხის არ მოეხდინა. მე უფრო არ ვეზიარებ არავითარ შემთხვევაში იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ ამ ოპერაციაში უარის ხმის შემთხვევაში ევროკავშირის სრულყოფილ მისია გარკვეულწილად შეამცირებს თავის ეს როგორც კონტინგენტს და არ იქნება ევროკავშირის დაინტერესებული კონფლიქტების მოგვარებით საქართველოში. კიდევ ერთი ეს რო ვთქვათ საკითხი აქ არავინ საკითხის ესე დაყენება ხა იმპერატიულად რომ ის არ არის მომხრე ვთქვათ ან ვერ გაიგო იმ ხალხის ვინც მომხრეა ქართული ჯარისკაცების ამ ოპერაციიდან ეს ვთქვათ გამოყვანასთან დაკავშირებით ერთი რაღაცა არის ამ ოპერაციიდან ჩვენ ადამიანებს ვარ ჯარისკაცებს ვერ გამოვიყოთ იმიტომ რომ ჯარისკაცების გამოყვანა ეს არის ტურისტის გამოსვლა იქ არ არის რუქსაკს მოიკიდებს და ესე გამოივლის იმიტომ რომ პრაქტიკულად ხა მთელი მისია გადადის უკვე იმ პროცესზე, რასაც ქვია ზოგადად მთლიანად ფოკუსდება 2014 წლის იანვრიდან უკვე მთლიანად ეს ოპერაცია ეს როგორც სრულდება, ხო? დღეს სხვათა შორის 4 ჯარისკაცი დაიღუპა, აქედა 3 არის იტალიელი. ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდება, როგორც ჩანს იქ და მე ვიტყვი გეუბნებით, რომ ძალიან სკეპტიკურად ავარ იქ რაღაც პროცესის ნორმალურად, ასე ვთქვათ, დარეგულირებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ პირველი რაც აუცილებლად მოხდა, უნდა მოხდეს და საქართველოს ხელისუფლებამ ალბათ ამასთან ნატოსთან ერთად უნდა იმსჯელოს, ეს არის რომ ან უბრალოდ გადაყვანილი იქნას ქართული ეს ვთქვათ შეერაღებული ძალები ჯარისკაცები უბრალოდ ჰელმანდის პროვინციიდან, ან უნდა მოხდეს მე ხა არა ვარ სამხედრო, მაგრამ იქ უსაფრთხოების ზომები არის ეს ვთქვათ განსაკუთრებულად გასაუმჯობესებელი ეს არის ხალხი. ჰელმანდის პროვინციიდან ასე ერთი ხელაღებით ჯარისკაცებს სხვა პროვინციაში ვერ გადაიყვანენ, იმიტომ რომ მათ უკვე აქვთ თავიანთი პასუხისმგებლობის ზონა, იქ უკვე მოქმედებს ასეულის დონის ბაზები და შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ოპერაცია შეფერხდება. 6 ივნისს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავღანეთში ქართული სამხედროებზე მოხდა თავდასხმა, პრეზიდენტმა და პრემიერმა გააკეთეს ტელეეკრანიდან განცხადებები. საზოგადოებას ამცნეს ამ ტრაგედიის შესახებ. ქვეყნის მეთაურების მხრიდან რამდენად ადეკვატური არის ის, რომ კათედრიდან ამცნობს საზოგადოებას ამას. უფრო მეტად თუ უნდა იყოს ის, რომ თუნდაც დაღუპულების ოჯახთან მისულიყო პრეზიდენტი ან პრემიერი. როგორ ფიქრობთ? ეხლა როგორ არის იცით, რომ საერთოდ ეს საკითხი არის ძალიან პოლიტიკურ ჭრილშიც სულთქად განსახილველი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პროცესი მოხდა ერთი მხრივ და ეს არის ძალიან ცხადი. როგორც ჩანს, ჩვენ თავი დროზე, როდესაც რაღაც გადაწყვეტილებებს ვღებულობდით საგარეო ვექტორებთან დაკავშირებით, ზუსტად ვერ აღვიქვით, რამდენად შეიძლება მზარდი ინტერესი ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ. ეს არის ცხადი. მე აბსოლუტურად მენიშნა ის სატელეფონო საუბარი, რომელიც ის ჰქონდა მას ჯონ კერის სახელმწიფო მდივანს ახლანდელს ახლად შეუდგა პრინციპში ცინცხლად შეიძლება ითქვას თავის მოვალეობას პრემიერ-მინისტრი ივანიშვილთან. მოდი ახლა გავიხსენოთ ჩვენ რამდენი ხანია ეს ახალი მთავრობა მოსული არის 8 თვე ზუსტად. მე გავიხსენებ ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, პრაქტიკულად ის მოვიდა იანვარში, უკვე მოხდა ინაუგურაცია პრეზიდენტ სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტზე და თებერვალში პირველი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო. პრეზიდენტის, როდესაც ის შეხვდა პრეზიდენტ ბუშს. ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთოდ საგარეო მიმართულებით პოლიტიკა ობამას ადმინისტრაციის მიერ არის შეცვლილი. როგორც ჩანს, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გარდა იმისა, რომ ყოფილი და ახალი ხელისუფლების არის ნატოსთან გაწევრიანების, ამასთანავე არის, რომ რაღაცნაირად ამერიკის შეერთებული შტატების, ესე ვთქვათ, ინტერესი კიდევ უფრო დაამაგრონ საქართველოსთან. ეს არის ცხადი. ამ შემთხვევაში ძალიან მკვეთრად გამოიხატა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მსხვერპლი ნამდვილად არ ღირს ამ ყველაფრად.
ეს არის ცხადი, საზოგადოების განწყობაც არის ძალიან მძიმე ამასთან დაკავშირებით, ამიტომ თქვენ თუ ელოდებოდით იმას, რომ კითხვა სწორედ ამიტომ წავიყვანეთ ცოტა ისე შორიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერი მივიდოდა ქართულ ჯარისკაცების ოჯახში და ასე შემდეგ, ძალიან იოლი გადასაწყვეტი არ იქნებოდა მათთვის, იმიტომ რომ საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით მე პირდაპირ გეტყვით, რომ თავი არ მოვიტყუროთ, არის მკვეთრად უარყოფითი და ასეთ შემთხვევაში მათ ძალიან გაუჭირდათ, როგორც ჩანს, დარწმუნება საკუთარი თავის, რომ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამდნენ, არ მგონია, რომ ვინმე ძალიან ისე დიდი სიხარულით შეხვედროდა მათ, ან ერთს, ან მეორეს. მოდით, სოციალურ ქსელებში იყო ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა, ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიაშვილის, ცოტნე გამსახურდიას განცხადება, როდესაც საკუთარ Facebook-ზე დაწერა მან შემდეგი ტექსტი, ვკითხულობ ახლა მეგობრების პოსტებს და კომენტარებს. ხახნო, ამიხსენით, თუ გჯერათ, რომ ავღანეთში ვინმე ძალით მიყავთ. რიგით გას წამსვლელების, ოღონდ ხელფასზე დარიცხვები მიიღონ. თქვენი დაუფიქრებელი აბსურდული ეპითაფიები მათ მხოლოდ უძლიერებს მოტივაციას და არარეალურ, იზოლურ სამყაროში ამყოფებთ. რა გმირები და რის ვაჟკაცები, მონასტრის ვაჟკაცობა ვინ გაიგონა, ახლა კიდევ გამოვა ვინმე ჰუმანისტი და დაიწყებს გამართლებას. აი გაჭირვებამ, ქვეყანაში ეშმაკმა, მასონებმა, სომხებმა, ნაცებმა და ასე შემდეგ მიგვიყვანეს იმ დონემდე, რომ იქ წავედითო. ყველაფერზე პასუხისგებლობის თავიდან აცილების ეს რეცეპტი არსებობს. თუ მიდიხართ, იმის თავი უნდა გქონდეთ, რომ პასუხი აიღოთ საკუთარ საქციელზე. ეს არის ქვეყანა, სადაც გლოვობენ რამდენიმე დაქირავებულს, ვინც თვეში რამდენიმე 100 დოლარის მიღების სანაცვლოდ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს ყიდის, მაგრამ არ ახსოვთ. აქ წელიწადში დაახლოებით 2000 უმანკო, ანგელოზი ბავშვი შიმშილით კვდება. ნუ ამადლით თქვენ სისხლს და დოლარებს ნურავის. ცოტა მეტი რომ გადაგიხადონ, ჩვენც მოკლავთ. ასეთი ბევრჯერ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში. ნინო ძალიან დიდი აგრესია მოყვა ცოტნეს ამ შეფასებას. ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაცია არის თუ არა სხვისი ომი? ხო, რაღაც ნაწილში მოდი როგორ გავაკეთოთ, იცით რომ ხა გარკვეულწილად ძალიან რადიკალურია, ძალიან ბევრი ფული რო გადაგიხადოთ ჩვენს მოკლავთ, ცოტა ისეთი რაღაცა არის. ხო, არის რაღაცა, რაც მე ვფიქრობ, რომ მისი უკმაყოფილების საფუძველი არსებობს, ეს ერთი, და არის რაღაცები, რაშიც ბუნებრივად ვერ დაეთანხმები, ეს მეორე. პირველი, რაშიც შეიძლება დაეთანხმო. ინდივიდუალურ დონეზე მე ვთქვი ამ საკითხის მორალური მხარე და ეს არ ეხება მხოლოდ ბუნებრივია საქართველოს მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშოს. ეს არის რეალობა, სამწუხარო რეალობა ჩვენი ქვეყნის, რომელიც არის გამოწვეული ძალიან მძიმე სიღარიბით, რომ ერთ-ერთი მთავარი мотиваცია ინდივიდუალურ დონეზე ადამიანების ამ ოპერაციებში მონაწილეობის მიღების არის ეს. ამას ხო ვერ უარყოფთ, ახლა ჩვენ ნახეთ, მე ძალიან მწუხარ სხვათა შორის ცალკეული საინფორმაციო საშუალებების მიმართ გარკვეული პრეტენზია, მაგალითად ტელეკომპანია იმედმა დილის 11 საათის საინფორმაციო გამოშვებაში გვაჩვენა პრინციპში, რომ ეს არის мотиваცია, ერთ-ერთი მეზობელი ქალი, რომელიც იყო თორემ გორში თუ მცხეთაში გარდაცვლილი ოჯახთან მისამზივრების მიზნით მისული, საუბრობდა იმაზე, რომ ამ ჯარისკაცებმა რამდენიმე წლის წინ მოაშენა რაღაც ღორები, შემდეგ ეს ღორები დაკარგა. და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ოჯახის წასულიყო სწორედ აი ამ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა და დაედო კონტრაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. და რეალურად სხვისი ომი არის ეს, ან როგორც აფასებენ ახლა? მე ძალიან მიჭირს ახლა მე საერთოდ თვლი ვარ 34 წლის რამდენიმე ომი გამოვიარე და მე ჩემ თავს უძახი ომის თაობას. აი მაგალითად დედაჩემს რო უთხარი რომ რატო ხარ შენ ომის თაობა, მე დავიწყე კრიტერიუმები ჩამოთვლა რატო ვარ ომის თაობის წარმომადგენელი. იმიტომ რომ არ მქონდა შუქი, იმიტომ რომ იყო პურებზე რიგი და ასე შემდეგ. წმინდა ყოფი დონეზე რო ვთქვათ. და მინახია შეერაღებული ადამიანები, ძალიან ბევრი, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, მე არ ვიცი ახლა მე მგონი დამეთანხმები, რომ მე ბათუმში ან საქართველოს ნებისმიერ ქალაქში არ მინახია ავღანელი თალიბი ტერორისტი, რომელსაც ალა აკბარ სახით რაღაცა თავი ეფეთქებინა ჩემს ეზოში, ჩემს სახლთან. თქვათ, ხო, მე მგონი არ ჩემთან ყოფილა ესეთ რაღაცა. არ ყოფილა, ხო, ესეთ შემთხვევაში. შესაბამისად, ძალიან დაუბრუნდეთ ისევ ნინო, არის ეს სხვისი ომი, ანუ კი თუ არა? ომი. რატო არ გვეხება ჩვენ? არა, თუ არ გვეხება და თუ გვეხება რა რა ერთნიშნელოვნად თქმა იმის რომ ეს ჩვენ არ გვეხება, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ საკითხი, სოფლიო ტერორიზმი ზოგადად არის საკითხი, რომელიც ეხება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას და ყველა სახელმწიფოს, ხო? ეს უსაფრთხოების საკითხი არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, მით უფრო ისეთი ქვეყნისთვის, როგორც ჩვენ ვართ გეოგრაფიულად, არა? ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, მდგომარეობაში მყოფია ამ თვალსაზრისით, ამიტომ ჩვენ ესე ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ ეს ჩვენ არ გვეხება ძალიან რთულია, მაგრამ ის რომ ჩვენ ეხა
ეს აღვიქვათ რაღაცა ჩვენს ომად განსაკუთრებულად, ხო? ამის წარმოქმნაც არის ძალიან რთულია რა. აი ეს არის უბრალოდ. გიორგი, შენ როგორ ფიქრობ, არის ეს? რაც შეეხება იმ კითხვას არის თუ არა ეს ჩვენი ომი, მე ვიტყოდი რომ ეს არის ყველა იმ ადამიანის ომი, ვისაც აღელვებს ტერმინი საერთაშორისო ტერორიზმი, ვისაც აღელვებს საერთაშორისო უსაფრთხოება და თუ ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია რომ დღეს ხვალ თუ ზეგ ვიყოთ ნატოს წევრი ქვეყანა და დანარჩენი 28 სახელმწიფო იცავდეს ჩვენს საზღვრებს, კეთილი უნდა ვინებოთ და ჩვენც უნდა შევიტანოთ ამ ყველაფერში ჩვენი წვლილი. პირველ რიგში საერთაშორისო მშვიდობაში და მეორე ტერორიზმთან ბრძოლაში, რაც ჩემი აზრით პირადად აისახება ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს რეგიონზე, გამოწვეული იქიდან რომ არც ისე შორს ვართ ავღანეთიდან, არც ისე შორს ვართ ჩრდილო კავკასიიდან, სადაც ფაქტიურად ახლაც მძვინვარებს ომი, ფაქტიურად ახლაც მძვინვარებს ტერორისტი და ახლაც კვდება ადამიანები ჩასაფრებებში და ნაღმებზე და ტერაქტებზე, ამიტომ კი ეს არის ჩვენი ომი, თუ ჩვენ გვინდა საერთაშორისო უსაფრთხოება. რაც შეეხება ბატონი გამსახურდიას განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ არასერიოზული განცხადება, ამას ალბათ დაავიწყდა ვინ იყო ამ ქვეყანაში დაქირავებული მკვლელი 90-იან წლებში იმ ბანდებს გულისხმობდი, რომელიც მამამის ბატონ ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდა თავის დროზე და პრაქტიკულად სისხლიანი გადატრიალება მოაწყო ქვეყანაში და ამ ყველაფერმა გამოიწვია შემდგომში ის კრიზისი, რომელიც არა მარტო ქალბატონ ნინოს თაობას, ჩემს თაობასაც ძალიან მტკივნეულად შეეხო და პრაქტიკულად ბავშვობა გაგვინადგურა, იგივე ის პურის რიგები, უშუქობა, ყაჩაღობა და ყველაფერი სხვა, ამიტომ ბატონი გამსახურდიას განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს ბიჭები არიან დაქირავებული მკვლელები, რბილად რო ვთქვათ, უნამუსოდ მიმაჩნია. ჩვენ მორალურ მხარეზე ვსაუბრობდით ახლა, ხო? და ვილაპარაკეთ იქ მორალურ მხარეზე. უსუფაშვილის თავად აი ამ ჯარისკაცების ერთი რაღაც არის ის, რაც ცოტნესთან დაკავშირებითაც აუცილებლად ითქვა, უნდა რომ ეს განცხადება, ეს პათოსი, რომელიც მას უდევს აი Facebook-ის საკუთარ გვერდზე, ისე ვთქვათ, მორალური არის ცალსახად, იმიტომ რომ როდესაც ჯარისკაცები დაღუპული არის, როდესაც გარდაცვლილებები არის და ქვეყანაში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ძალიან კარგად იცის ზოგადად ქართული საზოგადოების დამოკიდებულება გარდაცვლილი ადამიანების მიმართ, არ უნდა აკეთებდა როგორც წესი ესეთ მწვავე განცხადებებს. შეიძლებოდა მას თავისუფლად გაეკეთებინა შედარებით რბილად ეთქვა თავისი პოზიცია. და კიდევ ერთი, რაც შეეხება იგივე ფინანსურ მოტივს, რაზეც ასევე ბატონი გამსახურდია საუბრობს, დავიწყებ იქიდან, რომ არ დგას არავინ რიგში იმისთვის, რომ ავღანეთში წავიდეს, ისინი არიან ჯარისკაცები, ისინი მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და მოქმედებენ სწორედ იმ ბრძანების მიხედვით, რომელსაც მათ გაერთიანებული შტაბი აძლევს. ამიტომ ჯარისკაცი ვერ ადგება და ვერ გამართავს ქუჩაში საპროტესტო აქციას, იცით რა, მე არ მინდა წასვლა ავღანეთში, იმიტომ რომ ხალხი კვდება. ეს არის ბრძანება, რომელსაც ჯარისკაცები ასრულებენ და ესაა მათი სამსახური. ერთი საკითხი უბრალოდ ის წინა შეკითხვა საბოლოოდ რო ამოვწუროთ აი ამ ჩვენს ომთან დაკავშირებით, მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, რომ ძალიან ზუსტად წარმოვიდგინოთ რასთანა გვაქვს საქმე, ხო? აი ჩვენი ძალიან მოკლედ, იმიტომ ეს არის საკითხი, რომელიც არის გლობალური ხასიათის პრობლემა. ანუ აი ამ ჭრილში უნდა წარმოვიდგინოთ, აი ამ გლობალური პრობლემის მოგვარების საკითხში რაციონალურად უნდა გადავწყვეტოთ ჩვენი მონაწილეობა. ეს არის და მეტი არაფერი. კი ბატონო, და კიდევ ერთი თემა, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იყო განხილვის საგანი, ეს არის ეგრეთ წოდებული ვიდეო, რომელიც თალიბანის სახელით გავრცელდა, ეს არის თალიბანი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ ავღანეთში. ანუ დღეს ვკითხულობ ერთ-ერთ სააგენტოზე, რომ პიკის ყოფილმა ჟურნალისტმა თემო ყიღურაძემ გუშინ YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეოში ამოიცნო კადრები, რომელიც ეკუთვნის ტელეკომპანია პიკს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა აუწყებელმა გაავრცელა განცხადება, ანუ ყიღურაძე ამბობდა, რომ ეს ვიდეო ინახება საზოგადოებრივ აუწყებელში და ეს ვიდეო არის შავი მასალა, ეგრეთ წოდებული შავი მასალა, რომელიც გადაიღო პიკის გადამღებ ჯგუფმა ავღანეთში. საზოგადოებრივ აუწყებელმა თავის მხრივ გააკეთა განცხადება, რომ მას შემდეგ რაც გაწყდა პიქსა და საზოგადოებრივ აუწყებელს შორის ხელშეკრულება, მხოლოდ ის მასალა ინახება საზოგადოებრივ აუწყებლის არქივში, რომელიც გავიდა ეთერში. შავი მასალა არ ინახება და შესაბამისად არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს ვიდეო იყო საქართველოში დამზადებული. როგორ ფიქრობ ნინო, ვის ინტერესში შედის მსგავსი ვიდეოს გავრცელება? ეხლა ეს არის საკითხი, რომელზეც მე ვერაფრით განსაკუთრებულს ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს მე არა ვარ ხა ამ კომპეტენციის ასე ვთქვათ ადამიანი, რომელიც ამაზე რაღაცა განსაკუთრებულ შეიძლება შეფასებებს აკეთებს. ეს მე გეტყვით, რომ მე აბსოლუტურად ცოტა სხვა კუთხით შევხედავ, იმიტომ რომ გუში მაგალითად ვიჯექი და უსმენდი სხვადასხვა სატელევიზიო ასე ვთქვათ პოლიტიკურ თოქ-შოუებს და მსგავსი ასე ვთქვათ სისულელი ცხოვრებაში
შემთხვევაში ვერ წარმომიდგენა, იმიტომ რომ ესეთი ტიპის ვიდეო რო გავრცელებულიყო, თქვა, ნებისმიერ ნორმალურ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში ცოტა პოლიტიკოსები სხვაგვარად მიუდგებოდნენ ამ საკითხს. გუშინ იყო ეს ვთქვათ ორი ჯგუფი ადამიანებისა უმცირესობა უმრავლესობა ესე არის პრინციპში ეს პოლიტიკური ეს ვთქვათ სპექტრი წარმოადგენელი, რომელიც ერთმანეთს აბრალებდნენ. ძალიან რთულია ახლა ლოგიკის დონეზე რომ მიყვია რა, შეიძლება რომ ერთ შემთხვევაში ერთ ჯგუფსაც ვთქვათ დააბრალოს, შეიძლება მეორე შემთხვევაში მეორე ჯგუფს. ანუ ერთი ჯგუფი ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ რომ ეს შედის მიხეილ სააკაშვილის რაღაცა ესე ვთქვი ინტერესებში, პოლიტიკური ინტერესებში, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი უსაფრთხოება, წარმოჩნდეს რაღაცა გმირად, მაგრამ არის მეორე ნაწილი, ეს ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობის, რომელიც ამბობს, რომ აი თქვენი არ გინდათ ავღანეთში მონაწილეობის პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოთ ქართული საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ეს ისიც და გინდათ რომ უბრალოდ მიხეილ სააკაშვილზე გადაიდანოთ. ხა მე ორივე შემთხვევაში ვხედავ ლოგიკას, გულწრფელად გეტყვით, რომ სრულებითაც არ გამორიცხავ იმას, რომ უბრალოდ ერთი ახალგაზრდა, რომელიც ძალიან კარგად ფლობს აი ამ ტექნოლოგიას, თქვა, ინფორმაციას არა შეიძლება უბრალოდ წმინდა არასერიოზულობიდან გამომდინარე შეეცადა რომ ესეთი ტიპის ვთქვათ ვიდეო დაემზადებინა არც ამას გამოვიწყავ მაგრამ მთლიანობაში არის ის რომ მე ვფიქრობ რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სუსტი იყო იმიტომ რომ ეს მხოლოდ არ გვეხება ჩვენ ეს არის ზოგადად საკითხი რომელთაც ნატო უნდა დაინტერესდეს და იმედი მაქვს რომ ამ შემთხვევაში უკვე ხმადა ვარ დარწმუნებული რომ ისინი ამ საქმეს ძალიან სერიოზულად ნატო უკვე დაინტერესდა ამით ბატონმა აპატურაემ გააკეთა განცხადება რომ ალიანსი შეისწავლის ამ ვიდეოს და მოგვიანებით დასკვნებსაც დადებს დღესვე პრეზიდენტმა FBI-ს მოუწოდა რომ სპეციალისტებმა შესაბამისმა დეპარტამენტმა შეისწავლოს ეს ვიდეო და დაადგინონ IP-ები, საიდანაც აიტვირთა ვიდეო YouTube-ზე და რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოს, ერთი რამის ხმა შემიძლია, ეს არის ვიდეო, რომელიც არანაირად არ მოდის თანხმობაში იმ დანარჩენ ვიდეოებთან, რომელსაც ტერორისტები ავრცელებენ სხვადასხვა ვიდეო პორტალების საშუალებით, ანუ იქ მათ მიერ თუნდაც ალ-ყაედას მიერ და თალიბანის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში გამოდის სულიერი ლიდერი, იმამი ან რომელიმე კონკრეტული დაჯგუფების მეთაური და ამ ყველაფერს აცხადებს თვითონ საკუთარი ან პირდაპირ ეთერში, ასე ვთქვათ, და ეს არ ხდება ან მონტაჟურად, ეს არ ხდება რაღაცა მოწოდებების ფონზე, ანუ ეს ადამიანები პირდაპირ უშუალოდ ნიღბით ან ნიღბის გარეშე აფიქსირებენ ამ ყველაფერს კამერის წინ და ანუ შემდგომ იტვირთება და თვითონ ეს ვიდეო ანუ პრინციპში მოდის, სწორედ ამიტომაც მოდის თუნდაც წინააღმდეგობაში ამ ყველაფერთან და არის ტექნიკურად ძალიან კარგად გაკეთებული რისის საშუალებაც თალიბანს იმ საველე პირობებში რომელშიც ახლა ისინი იმყოფებიან, ანუ ავღანეთი პაკისტანის მთიან რელიეფზე პრაქტიკულად არ აქვს მათ იმის საშუალება რომ დაიდგანს სამონტაჟო პროგრამები, ეძებონ სხვადასხვა პორტალებზე ქართული ჯარის ვიდეოები და საქართველოს შესახებ ვიდეოები და მე ეს შემდეგ სხვათა შორის კარგი ეფექტებით ააწყონ. ანუ პრაქტიკულად მე პრინციპში გამოვრიცხავ იმას, რომ ეს არის ტერორისტების მიერ მომზადებული ვიდეო, თუმცა ვისი მომზადებულია ამის თქმა რა თქმა უნდა არ შემიძლია ამას იმედია დაადგენს გამოძიება და იმედია დამნაშავე დაიშება, იმიტომ რომ ეს არის პანიკის შემცველი ვიდეო, ამას მოყვა საკმაოდ ნეგატიური რეაქცია, თან რატომღაც დაემთხვა აი იმ მოვლენებს, როცა აფეთქება მოხდა ქართულ ბაზასთან და პრაქტიკულად ამ ვიდეომ პანიკა გამოიწვია საზოგადოებაში და პანიკის შემცველი მასალების გავრცელება, რასაც ითვალისწინებს ეს ყველა ჩვენთაგანს კარგად მოეხსენება. და რადიო მსმენელისათვის უფრო ცხადი რო იყოს რა არის ამ ვიდეოში გავრცელებული, წავიკითხავ ტექსტს, რომელიც ამ ვიდეოს თან ახლავს, ეს არის ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა ვინც მის დაპყრობას შეეცდება, ალახის ხელთ დაიშება. ახლა კი ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების მოსაკლავად. ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედიელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ხვრიის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ. ჩვენ შურს ვიძიებთ. ნათქვამია ვიდეო მიმართვაში, რომელიც YouTube-ზე 2 ივნის დარეგისტრებულ მომხმარებელ მაჰმად ზამანს ეკუთვნის. ალბათ გამოძიება დაადგენს ვინ არის ეს პიროვნება, რომელიც აქვე მინდა კიდე ერთი შენიშვნა, მაჰმად ზამანი იყო თუ არ ვცდები დარეგისტრირებული ავღანელებს განსაკუთრებით პუშტუებს ეს ბოლოს არტი არჩევია, ეს ერთადერთი ვისაც ახასიათებს ევრაზიის კონტინენტზე არიან ქართველები, ანუ ქართული და მეგრული, ასე ვთქვათ, დიალექტის დამახასიათებელია ეს ბოლოს არტი.
პრეზიდენტმაც გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს არის საქართველოში დამზადებული სრულიად შესაძლებელი. და თხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ დაინტერესდეს ამ ვიდეო მასალით, ასევე თხოვა ნატოს, რომ შესაბამის ორგანოებმა გამოიძიონ ვიდეოს წარმოშობა. რაც შეეხება ქართველ სამხედროებს, რომლებიც დაიღუპნენ ავღანეთში, 9 ივნისს, ანუ ხვალ დილით გამთენისას ჩამოასვენებენ. დიდი მადლობა გიორგი, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში. ჩვენ რამდენიმე წუთში სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით დროებით. ნახვამდის. არქიტექტურული ძეგლები და საკულტო ნაგებობები, უნიკალური ექსპონატები, ფოლკლორის ნიმუშები და პიროვნებები, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობა შექმნეს. ყოველ კვირას 17 საათზე. გადაცემაში აჭარის მარგალიტები. FM 104.5. თავარი ის კი არ არის თუ რომელ ფეხზე ადგები. თავარია ის თუ როგორი განწყობით დაიწყებ დილას. მომართეთ თქვენი რადიო ჩვენ სიხშირეზე და დაიმუხტეთ განწყობის გენერატორის მეშვეობით. ყოველ სამუშაო დღეს დილის 9 საათიდან 11 საათამდე რადიო აჭარა გთავაზობთ თქვენი განწყობის სრულიად უსასყიდლო დამუხტვას. გენერატორის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ განწყობის სტაჟიანი თეორეტიკოსები. მომართე შენი რადიო და დაიმუხტე პოზიტივით. ყოველ დილით 9 საათიდან განწყობის გენერატორი ჩართულია FM 104.5-ზე. ყოველ პარასკევს 18 საათსა და 10 წუთზე რადიო აჭარის ეთერშია საავტორო გადაცემა საუბრები მაკა ივანიშვილთან ერთად. საუბრობთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე სტუდიაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად. FM 104.5. ყოველ ორშაბათს 4 შაბათსა და პარასკევს 17 საათსა და 10 წუთზე გადაცემა კომპეტენტური პასუხისღია ეთერში მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაიმართება დისკუსია კვირის მნიშვნელოვან თემებზე. მოусმინეთ, ჩაერთეთ დებატებში და მიიღეთ პასუხი თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. პოლიტიკური წარსული, აწმყო და მომავალი, მიმოხილვა, ანალიტიკა, ექსპერტების შეფასებები აჭარის რადიოს ეთერში. ყოველ სამშაბათსა და შაბათს 19 საათზე ტატო ცეცხლაძის საავტორო პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემა ინდიკატორი. ეთერშია გადაცემა ინდიკატორი. ეთერში პაუზის შემდეგ ბრუნდებით, ეს არის გადაცემა ინდიკატორი, პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე, პოლიტოლოგი ნინო ჩხეტია და ხმის ოპერატორი ინგა ნარჩიმაშვილი მუშაობთ. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ დაარიგოთ ტელეფონის ნომერზე 27 43 91 დაუსვათ კითხვა სტუმარს და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. გადაცემის სტუმარი არის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რესპუბლიკელი გიორგი მასალკინი. ბატონო გიორგი, თუ შეიძლება გვითხრათ, ანუ ავღანეთში დაღუპულ ქართულ ჯარისკაცებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, თუ ჩვენ ავღანეთს დავტოვებთ, მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ და ხმის ამომღები აღარავინ იქნება. მავთულხართები 200 მეტრით კი არა, 100 კილომეტრით რო გადმოიწიოს სადმე, ამ ყველაფერზე არავინ იქნება პასუხისგებელი. ეთანხმებით თუ არა დავით უსუფაშვილის განცხადებას? უნდა იყო დარჩნენ თუ არა ქართული ჯარისკაცები ავღანეთში? მე ვეთანხმები პათოს ამ განცხადებისა. მე ვთქვი, რომ ამ ეტაპზე გამომდინარე რა გლობალური ხედვიდან საერთოდ პოლიტიკისა, ჩვენი მეომრები სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი ეს სხვა საკითხია, უნდა დარჩნენ იქა. და რა ვიცი, ამ დღეებში იყო ძალიან ბევრი გადაცემა და დღესაც თქვენ პირველ ნახევარში ამას მიუძღვენით გადაცემა და არ მგონია რომ რაიმე ახალი თქვა, შესვლა უფრო ადვილია ვიდრე გამოსვლა. გამოსვლა იწვევს ძალიან დიდ პრობლემებს და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ არ ვიცით რა მოყვება მას ყველაფერს, საერთოდ დღევანდელი ეს დახოცვა კიდევ 4 ჯარისკაცის იტალიელების, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს უნდა ველოდოთ შეიძლება მომდევნო ესკალაციას მოვლენების და ამას ყველაფერს კიდევ ისამძიმებს, რომ 14 წელს საერთოდ იყო ნავარაუდები გამოყვანა საერთოდ კოალიციის ჯარებისა ავღანეთიდან, მოკლედ ახლა საუკეთესო დრო ჯარების გამოყვანის ნახდათ არ არის. კი ბატონო, გასაგებია თქვენი პოზიცია და კიდევ ერთი საკითხი, ანუ დღეს გავრცელდა ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ინტერნეტ მედიამ გავრცელა, რომ გაანთავისუფლეს დუდაევი. ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პიროვნება, რომელმაც უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, როგორ შეაფასებთ თქვენ? ანუ საერთაშორისო ტერორიზმის მუხლით იყო ეს პიროვნება დაკავებული საქართველოში.
ვერ გეტყვით რატო ამაზე ვერაფერს, მე საერთოდ გამოსტილებამ მასწავლა, რომ კარგად თუ არ შეისწავლის საკითხს, ჯობია რომ კომენტარი არ გააკეთო. ჩვენ არ ვიცით წინა ხელისუფლების დროს დაპატიმრებული ადამიანები რა ბრალდებით იყვნენ დაპატიმრებული, ამაზე მე პასუხს აშკარად ვერ ვაგებ. ამიტომ სანამ ვერ გავერკვევი სიტუაციაში, არ იქნება ღირებული ჩემი პასუხი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და უშუალოდ თემას რომ მიუბრუნდეთ, ანუ რისთვისაც თქვენ მოგიწვიეთ დღეს, ეს არის მედია გამოცემაში დღეს ვეცნობოდი სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ მედიაში იმის შესახებ თუ რა კომენტარები კეთდებოდა თქვენგან და თქვენი მისამართით ბოლო 2 წლის განმავლობაში ინტერნეტ გამოცემა ინტერნეტ ჯის მასალაში, რომელიც მომზადებული არის 2012 წლის 30 მარტს, თქვენ აკეთებთ ასეთ კომენტარს. სხვა მიზეზებით გაირიცხა მურმან დუმბაძე პარტიიდან. ეს იყო მხოლოდ საბაბი. მან მოითხოვა რეგიონში ექსკლუზიური უფლებები. მანვე დააყენა საკუთარი თავი პარტიის გარეთ. დღესაც თვლით, რომ მურმან დუმბაძე, ის რაც მოითხოვა, ექსკლუზიური უფლებები, მიიღო მურმან დუმბაძემ ეს უფლებები. ხო, არ ვიცი, რატო რამდენად აქტუალური არის დღეს ამ საკითხის განხილვა. მაგრამ პოლიტიკოსს უნდა აგოს თავის განცხადებებზე ყოველთვის პასუხი და მე ვთვლი, რომ დღეს ექსკლუზიური უფლებები საქართველოში არავის არ აქვს და ეს კარგია. თუ იმეს გონია რომ აქვს ექსკლუზიური უფლებები, ძალიან ეშლება და დღეს საერთოდ ძალიან დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი ყველა პოლიტიკოს ურჩევ, რომ ძალიან ყურადღებით მოიგდოს ყველა მის ნაბიჯს, ყველა გამონათქვამს, იმიტომ რომ დრო შეიცვალა, პრესა სადარაჯოზეა, რაღაც ელემენტები რაც კი არსებობს სამხო საზოგადოების სადარაჯოზეა და დღეს დიდი ხიბლი ხელისუფლებაში ყოფნისა, მათ რო გითხრათ, იმდენად არ არის, იმიტომ რომ ძალიან დიდია და კარგია რომ დიდია, ძალიან დიდია კონტროლი და მონიტორი როგორც ხელისუფლებიდან, ასევე იგივე პრესიდან, ამიტომ არ მგონია რომ დღეს გქონდეს ვინმეს ექსკლუზიური უფლებები, თუმცა ბევრი ცდილობს ბუნებრივია, ყველა ცდილობს იბრძვის გავლენებისათვის, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა პოლიტიკისათვის. დიახ, მაშინდელი დაპირისპირება, რომელიც იყო თქვენსა და პარტიიდან წასულ ადამიანებს შორის. დღეს როგორი არის თანამშრომლობა შედგა თქვენ შორის? ანუ რესპუბლიკურ პარტიასა და ემსახურე საქართველოს წევრებს შორის. ადამიანები, რომლებმაც დატოვეს პარტია მურმან დუმბაძესთან ერთად. ხო, დღეს ჩვენ სამუშაო ისა გვაქვს, რაღაც ურთიერთობები, გამომდინარე ბუნებრივიდან, რომ ყველანი ვართ კოალიციაში გაერთიანებული, ყოფილი რესპუბლიკელებიც, ახლანდელი რესპუბლიკელებიც და ჩვენ ვახერხებთ თანამშრომლობას. თანამშრომლობა შედგა. დიახ. 31 მარტს მურმან დუმბაძემ ტელეარხი 25-ის ეთერში ობიექტივის გადაცემაში ჟურნალისტ ირმა ინაშვილთან გააკეთა განცხადება, რომ გიორგი მასალკინი არ არის გენით ქართველი. ვერ მიხვდება რა არის საქართველო. ნახევარი წელი ვკამათობდით ამ საკითხზე. ოშკი გაგონილი არ აქვს. სანთელი არ დაუნთია. ოშკს მასწავლის ახლა გიორგი მასალკინი რა არის? ქართველობაა მთავარი, ტერიტორიაა მთავარი, ღირსებაა მთავარი, სამშობლოა მთავარი, ჩემი წინაპრების სასაფლაოა მთავარი. დღეს კოაბიტაციურად თანამშრომლობთ თუ კოალიციურად? ხო, არა, კოალიციის შიგნით კოაბიტაცია არ უჭირდება, კოალიციურად. ეს გასული ამბავია, ბუნებრივია ახლა. არის ასეთი გამოთქმა, ასე თარდება ფილმი Underground-ი, კუსტურიცასი, ფილმი თარდება ძალიან საინტერესო სიტყვებით, დავიწყება შემიძლია, პარტიება შემიძლია, დავიწყება არასდროს. მე ბევრის პარტიება შემიძლია, მაგრამ უნდა გახსოვდეს, იმიტომ რომ ეს ისტორია, ეს პოლიტიკა ყველა უშვებს შეცდომებს. მე არ მგონია რომ ეს იყო მაშინ გამართლებული განცხადება და ამისათვის ბატონო მურმანმა ბოდიშიც მოიხადა, ხო. დღეს ჩვენ პირადად თქვენთან თუ იყო ამის შემდეგ უბრალოდ საუბარი თუ იყო პირადად ბოდიშიც, მაშინ თქვენ აკეთებთ აი, მართლა ძალიან უცვლად გიპასუხებთ, რატო ჩვენ ისეთ წლებში ვიყავით, ერთად და ისეთი წლები გაგვიტარებია, გაცილებით უფრო რთული, როდესაც საერთოდ არავით არის სინათლე არ იყო ტუნელის იქით, რომ და ოჯახებით ვიცნობთ ერთმანეს და რა ვიცი პატარა ოჯახები, დიდი ოჯახები და ამიტომ პრინციპში ჩვენ არ გავჭირვებია გადაგველახა ის კონფლიქტი, რომელიც მაშინ შეიქმნა. ნინო, ანუ შე როგორ ფიქრობ, ეს არის კოაბიტაციური თანამშრომლობა თუ კოალიციური? პოლიტიკური აუცილებლობიდან გამომდინარე თანამშრომლობა არის, ესეთ რაღაცებს სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკას ახასიათებს, პირველი შემთხვევა არ არის დუმბაძე მასალკინის პოლიტიკური დაპირისპირება არ ყოფილა არც პირველი და სამწუხაროდ არ იქნება არც უკანასკნელი. მე მაინც მგონია რომ ხარდუცი ეს რისი ბრალია, შეიძლება
სამწუხაროდ და ეს არ არის მხოლოდ თქვა დუმბაძის ან ვიღაცების ან თქვა გია მასალკინის პრობლემა, ზოგადად ქართულ პოლიტიკოსებს. აკლია ყველაზე მთავარი და ნიშანდობლივი ეს არის დუმილი. მაგალითად მერკელს ქონდა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან ახლა ინტერვიუ და ამბობს, რომ ყველაზე დეფიციტურიო თანამედროვე მსოფლიოსთვის არის დუმილიო. ერთდროულად არ შეიძლებაო ფიქრი და საუბარიო. სამწუხაროდ ეს იგრძნობოდა იმ დაპირისპირებაში, რაც მაშინ იყო. ეს არის ცხადი და ძალიან სამწუხარო, ამიტომ მე რაც მოხდა, ეს მოხდა არა, ვთქვათ, დუმბაძის და გია მასალკინის ეს ვთქვათ გადაწყვეტილებით, არამედ იმ გადაწყვეტილებით იმ პოლიტიკური ფონით, რომელიც შემდეგ შეიქმნა ქვეყანაში, ხო, გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, მან გარკვეულწილად გააკეთა არჩევანი ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებით, ესეთი არჩევანი, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი სუბიექტი იყო რესპუბლიკური პარტია, ბუნებრივია გია მასალკინი იქნებოდა ქართულ ოცნებაში და ბოლოს გადაწყვეტილება იყო მიღებული დუმბაძის სასარგებლოდ. მურმან დუმბაძე, მე თქვენ რაღაც ექსკლუზიურ უფლებამოსილებებთან დაკავშირებით საუბრობდით, მე არა ვარ ხა აქ რაღაცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილია რაღაცა ორი ჯგუფი ადამიანების, ერთი ჯგუფია, რომელსაც ანტიმურმანისტული განწყობები აქვს, არის მეორე ჯგუფი, რომელსაც მურმანისტული განწყობები აქვს. მე არც ერთ ჯგუფს არ ვეკუთვნი, უბრალოდ ვიტყვი, რომ მურმან დუმბაძემ მოახერხა პირველად ამ წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ლიდერი გვყავდა აჭარაში, მაგრამ ეს იყო ლიდერები დაფრთიანებული დიდი ლიდერების, ასე ვთქვათ, ფსებქვეშ. მაგალითად ასლავებაშიძის დროს გამსახურდელ შემთხვევაში ბატონი იმნაძე იყო, ვთქვათ, მოქალაქეთა კავშირის იმდენი ეს ვთქვათ შესაძლებლობები რეგიონში არ ქონდა, თუმცა იქნებოდა ალბათ ვთქვათ იგივე აზის ახვლედიანი და ვიღაცეები. ასლანის შემთხვევაში ჯემაგოგიდიძე ვიღაცები მახსენდება. მურმან დუმბაძემ არა რეიტინგული, არა ისეთი დიდი პოლიტიკური სუბიექტიდან მოახერხა საკუთრივ თვითონ გაზრდილიყო, ანუ ჩამოყალიბებული იყო დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად, რომელიც იქნებოდა არა ჩვენ მოგწონს არ მოგწონს მურმან დუმბაძეს აბსოლუტურად სხვა საკითხია, უბრალოდ უნდა ვთქვათ აბსოლუტურად ობიექტურად, რომ 20 წლის განმავლობაში მურმან დუმბაძე იყო აჭარაში ერთადერთი ადამიანი, რომელმაც აჭარაში მოახერხა პოლიტიკური ზრდა და იქცა რაღაც ფიგურად, არა ვთქვათ ჩოლოგ შიგნით, არამედ ჩოლობ გარეთ. მაგრამ რის საფუძველზე იქცა ბოლო განცხადებები ხო იყო, ანუ როდესაც მეჩეთთან მან ძალიან ზუსტად გამოიყენა, არ ვიცი, მე ხა გულწრფელად გეტყვით, რამდენად გულწრფელი იყო ამ მეჩეთთან დაკავშირებით, მე მაინც ვიმედოვნებ შინაგანად, რომ ის იყო აბსოლუტურად გულწრფელი იმ პროტესტის გამო, რომელსაც ის გამოხატავდა მეჩეთის აზიზეის მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით და მე მგონი ხა უკვე აღარ რჩება რაღაცა კითხვით ნიშნები იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც თურქეთში ხდება და მთელი ევროპა საუბრობს, რომ ეს არის ერდოღანის პოლიტიკური, არამედ ზუსტად ერდოღანის იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც არის ზოგადად ისლამიზაცია თურქეთის, ეჭვი, ამიტომ თუმცა ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გამახსენდა, რადგან მეჩეთის თემას დაუბრუნდი და მეჩეთი და მურმან დუმბაძე მე მგონი ერთი თემა არის. ერდოღანთან ვიზიტის დროს ბატონი ივანიშვილის მე ვიგრძენი, რომ სრულებითაც არ იყო ინფორმირებული მურმან დუმბაძე ამ ესე ვთქვათ შეთანხმებებთან დაკავშირებით, ამდენად სანთლად ექსკლუზიური გამოდგა, მაგრამ წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ფიგურა როგორც ასეთი იყო რეგიონში და გარკვეულ გადაწყვეტილებებს იზღებულობდა. ეს არის მურმან დუმბაძესთან ამასობრივად ეთერში დავისაუბრეთ უშუალოდ იყო თუ არა გულწრფელი მისი საუბარი არჩევნებამდე იყო თუ არჩევნების შემდეგ, მაგრამ ბატონო გია, მურმან დუმბაძის მარჯვენა ხელი ასე უწოდებდნენ ყოველ შემთხვევაში არაოფიციალურად და გონი დღესაც ასე უწოდებენ ავთანდილ ბერიძეს, ანუ ბერიძემ მურმან დუმბაძის პარტიიდან გარიცხვის შემდეგ თავად დატოვა რესპუბლიკური პარტიის რიგები. თქვენ ავთანდილ ბერიძის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარედ არჩევას დაუჭირეთ მხარი, რატო? ადამიანი, რომელმაც თქვენი პარტიიდან საკუთარი სურვილით წავიდა. ძალიან მოკლედ რო გიყვათ, ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურა. არა, პოლიტიკური კონიუნქტურა შეიძლება. წინასწარ იყო შეთანხმებული, ვინ უნდა გასულიყო თავმჯდომარედ. კი, რა იცით, როდესაც თქვათ 11 პიროვნება თქვათ ზის და მსჯელოს ვინ უნდა იყოს, ჩვენ მართლაც ამა ძალიან დიდი მსჯელობა ახდა წინ, როცა მსჯელოს ვინ უნდა იყოს თქვათ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერი და ასე შემდეგ, ბუნებრივია იქ არის რაღაც გარკვეული ინტერესების გათვალისწინება, რაღაცის დათმობა ხო და აი ერთობლიობა ამ კომპრომისებისა, თუქნება პოლიტიკური კორექტურისა, ის რომ ავტობერიძე იყო ლიდერი ამ შემთხვევაში იმ ჯგუფისა, რომელიც წარმოადგენდა ასე ვთქვათ დომინანტურ პარტიას კოალიციაში, 6 დეპუტატი ყავს უშუალოდ ამ პარტიიდან, ქართული ოსნებიდან, ამა ყველაფერმა განაპირობა ბატონიათოს კანდიდატურა, ამას პლუს დაემატა ის, რომ პოლიტიკური გამოცდილება, ამის წინ ნახე სურათები, ბაროიანმა გამოაქვეყნა ეს კიდევ შავ-თეთრი ფოტოები ასთანაბაშიძეს დროინდელი პირველი პარლამენტისა და
მე და ბატონი ავთანტელი თულ ერთად ხედავთ იქა და მიდის დაძაბული პოლემიკა ბატონ ასლანთან, ბრძენიშვილი, თამარ დიასამიძე, ოთარ ზოიძე, თემურ ყურაშვილი და სხვები და სხვები. ნუ ამა ყველაფერმა განაპირობა ეს. დიახ, ანუ ხშირად რო ყოფილიყავი თქვა 6 რესპუბლიკელი შეიძლება რესპუბლიკელი გასულიყო, რო ყოფილიყო თქვა 4 თავისუფალ დემოკრატი შეიძლება დემოკრატები. ეს ყველაფერი არის შეთანხმებების საგანი. ბატონო და თუ იღებთ პოლიტიკურ პასუხისგებლობას კოალიციის წევრების განცხადებებზე და ქმედებებზე, რომლებთან ერთად თქვენ მუშაობთ უმაღლეს საბჭოში? რადგანაც მე უკვე წინასწარ მეტყვირებ შემდგომ შეკითხვას, მე გეტყვი რომ ეს არ არის ერთხმიანობა, რასაც და თუ გახსოვთ რესპუბლიკელების ზეიმზე გამოსვლმა ბატონმა ბიძინამ ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა თქვა სულ ბოლოს რომ სანამ თქვენ არსებობთ ერთპარტიულობა ჩვენ არ გვემუქრებაო. და შესანიშნავია რომ კოალიციას არ ემუქრება ერთპარტიულობა და ერთხმიანობა და უნდა იყოს განსხვავებული ინტერესები და შეთანხმებები ინტერესებს შორის. ყველა პოლიტიკურ განცხადებაზე და ყველა პოლიტიკურ ქმედებაზე მე სხვა პარტიის წევრისა, ბუნებრივი სხვა პარტიის წარმომადგენლისა ვერ ავიღებ. თუმცა ნუ არის რაღაც კოალიციური რეჟიმი, ამას ვერ გაექცევი. არის ისევ და ისევ კონიუნქტურა, არის ისევ და ისევ რაღაც პრაგმატიზმი პოლიტიკური, მაგრამ ცალკეულ განცხადებას ვერ ვეთანხმები და ამაზე მე შემიძლია განაცხადო როგორც ასე ვთქვათ შიდა რაღაც კამაჩი, როცა ვიკრიბები ვთქვათ ეგრეთ წოდებული უმრავლესობით რომ ოფიცერად გაფორმებული არ არის და შემიძლია საჯაროთაც კი გავაკეთო ასეთი განცხადებები. თუ რაიმე არ მომეწონებთ. დიახ, ნინო ამბობდა წეღარო ქართული პოლიტიკოსებს აკლიათ თავარი დუმილი. ბოლო დროს მე პირადად ხედავ რომ პოლიტიკოსი გიორგი მასალკინი დუმს. ანუ ის მედიასთან ხშირი კონტაქტი აღარ აქვს ვიდრე ქონდა. რატომ აღარ აკეთებს განცხადებებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გიორგი მასალკინი? რთული საკითხია. ნინოს ეთყობა ფილოსოფიური განათლებაც აქვს, ხო? ხო, ნუ საერთოდ ნუ ყველა დიდი ბრძენი ბოლოს დუმილამდე მისულა, ხო? მაგრამ პოლიტიკოსებს ახლა ნინოსაც ესმის რომ ამის პოპონება არ აქვს. თვითონ პარლამენტი იცით თქვენ, ფრანგული სიტყვაა, პარლე საუბარი, ეს არის ადგილი, სადაც იკრიბება პიროვნებები და ზოგჯერ ლაპარაკობენ, ზოგჯერ მსჯელობენ, რაციონალურად ზოგჯერ ლაღმობენ. ხო, ამიტომ ამის პოპონება არ გვაქვს. რაც შეეხება პრესასთან ურთიერთობას, რა იცით, ზოგჯერ საინტერესო რამ ხდება, ზოგჯერ მე მსურს, რომ პრესა მომიწვიოს სხვადასხვა გადაცემაში და მზად ვარ გავცე პასუხები, ამ დროს პრესა რატომღაც არ მირეკავს არც ტელევიზია. მაშინ როცა რომ თქვენ არ აქტიურობთ იმდენად, რომ თქვენი აზრი იცოდნენ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში და შემდეგ მიგიწვიოთ გადაცემაში. რა იცით, მე არ მივეკუთვნები იმ პოლიტიკოსთა რიგს, რომელსაც შეუძლია ყველა საკითხზე საუბარი. აი თქვენ ახლა დამისვათ მე საკითხები ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე. მე გიპასუხებ ძალიან ზოგადად. აი ის რაც უნდა იცოდეს ნებისმიერ განათლებულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზიები, რომ არის პოლიტიკოსი. განათლების სფეროზე, კულტურაზე, თქვათ, უფრო მეტი კომპეტენცია გამაჩნია. ამიტომ მეც ვარჩევ გადაცემას, მათ რო გითხრათ და კიდევ ერთი მომენტი რომ რა ვიცი, შეიძლება მართალია ნინო, არ ამგონია რომ ძალიან ხშირად უნდა ზედმეტად ხშირად ჩანდა ეკრანზე, იმიტომ რომ რაღაც მობეზრებაც იცის მაყურებლის მხრიდან მე მგონი. ეს რო ძალიან ხშირად ვიყავი. კი, და რეგიონის სინამდვილიდან ჩანს რომ თქვენი პარტია აჭარაში ძირითადად განათლების მიმართულებით არის. ანუ განათლების სამინისტრო, თქვენ განათლების კომისია, ასევე უმაღლეს საბჭოში ეს დამთხევაა თუ უბრალოდ ძალთა გადანაწილების დროს რესპუბლიკურ პარტიამ აიღო განათლების სისტემა, ასე რომ თქვა. ნუ აქ სუბიექტურმა ფაქტორმა იმუშავა, ახლა ჩვენ გვაქვს პრეტენზია, იცით თქვენ რომ დავმალოთ მაინც ჩანს ეს პრეტენზია, რომ ჩვენ გარკვეული ინტელექტუალური პოტენციალი გვაქვს ამ პარტიაში. ამას დაემთხვა ის, რომ პირადად მე ახლა ვთქვათ, მე მგონი ხო, პროფესორი ვარ, არა, მე მგონი კი არა, ნუ ამ დეპუტაციაში შორის მე მგონი ერთადერთი პროფესორი ვარ, თუ ავსდები, პროფესორი ვარ. ფუტკარაძეც უნდა იყოს. მაპატიეთ, ხო, ფუტკარაძე არამედ პროფესორი, კარგი მენეჯერიცაა, ფაკულტეტის დეკანიცაა, მაგრამ მას მისი დარგი ყავს, ხო? გაქვს სოფლის ჯანმრთელობა. მოკლედ მუშაობ ამ სფეროში დიდი ხანია, არა მარტო განათლების სფეროში, კულტურის დარგში რაღაც გამიკეთებია, იცი შენ, მე მგონი გადაცემაშიც იყავი ჩემთან. და რაც შეეხება თამამაშვილს, აქაც დამთხევა მოხდა
თამაშვილიც ასევე პროფესორია, მას აქვს წარსული, ის იყო პრორექტორი, ჯერ ერთ უნივერსიტეტში, მერე მეორე უნივერსიტეტში, ხარისხის უფროსი და სულ ბოლოს რამდენიმე წელი იყო მოგეხსენება ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი. ანუ ჩვენ არ ვართ ასე ვთქვათ შემთხვევითი ხალხი ამ ძაღლში და აი ამან განაპირობა, მათ რო გითხრათ არ იყო დიდი კამათი ამ საკითხებთან დაკავშირებით კოალიციის შიგნით. ნინო, თუ ეთანხმები შენ იმას, რომ რესპუბლიკურ პარტიამ ძირითადად განათლების სფერო აიღო თავის სამუშაო სფეროთ, ასე რომ. იცით რა არის ახლა, ამას უნდა შევხედოთ რამდენიმე ასე ვთქვათ რაკურსით. პირველი რაკურსი არის ის, რომ როდესაც აჭარის წარმომადგენლობით ორგანოს ასე ვთქვათ აქტიურობაზე ვსაუბრობთ, დეპუტატის მაგალითად ძალიან რთულია ეს აქტიურობა, იმიტომ რომ აჭარის წარმომადგენლობითი ორგანო არ გამოირჩევა რაღაცა განსაკუთრებული უფლებამოსილებით, ეს ერთი. მეორე, როდესაც აჭარის უმაღლეს საბჭოს საქმიანობას ვაფასებთ, უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ აჭარის უმაღლეს საბჭოს ამ შემადგენლობას მე მაინც ვფიქრობ, ეს ჩემი შეფასებაა სუბიექტური, აკლია კომპეტენციები. როდესაც მიდიხარ წარმომადგენლობით ორგანოში, ძალიან კონკრეტულად უნდა გქონდეს წინასწარ გეგმა იმისა, რას აკეთებ შენ ამ თანამდებობაზე და მე იქ ვნახე დეპუტაციის კატეგორიები, რომლებსაც ელემენტარული რაღაცა პირველი ერთი კვირა ჭირდებოდათ აჭარის რეგლამენტის, საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის ეს ვთქვათ კითხვა. მანამდე უნდა წაიკითხო რეგლამენტი. როგორც წესი ესეა. ამიტომ მე სრულებით არ მიკვირს რომ და ამასთან ყველაზე სერიოზული პრეტენზია მე მაინც გონია საზოგადოების აჭარის უმაღლეს საბჭოს მისამართით არის ის რომ რაღაც ნაწილს ამ დეპუტაციის გაუშვდა რაღაცა ისეთი სიღარი ვთქვათ სიუხვის რაღაცა ავანტყოფობა იმას მაგალითად ფრანგები უძახიან მარია ანტუანეტას ეს ვთქვათ ავანტყოფობას როდესაც ესე იგი ვერ არ კმაყოფილდები იქ რაღაცა ბენზინის რაოდენობაზე გინდა უფრო მეტი პრემია როდესაც ერთი თვით არ ახარ უკვე ჯერ კიდე ნამუშევარი მაგრამ მაინც იწერდა ამბობ რომ კანონით ესია განსასწრული და საწავიღო უკან ხوار დავაბრუნებ სახლში უნდა წავიღო ამიტომ ძალიან სერიოზულად მე პირდაპირ გეტყვით რომ ბატონ გიასთან მემართებაში ესეთი კონკრეტული ფაქტები არ გვაქვს და უბრალოდ რესპუბლიკური პარტიის და განათლების სფეროს ეს შიგნით ალბათ როგორ ჩანს იყო გარკვეული მსჯელობის ეს რო ვთქვათ საგანი და მათ უბრალოდ ირჩიეს რომ ამ მიმართულებებით ყოფილიყვნენ ალბათ პრინციპში რესურსიც საკმაოდ ისეთი იყო ხო რესპუბლიკური პარტიიდან მე არ მახსენდება სხვა დეპუტატი რომელიც უმაღლეს საბჭოშია მხოლოდ ერთია ბატონ გია მასალკინი და აჭარის მთავრობაშიც პრინციპში ისე სოლიდურად ასევე წარმომადგენელი არის ბატონი თამამაიშვილი და ის რასაც ბატონი გია ამბობდა აბსოლუტურად არგუმენტირებულია რომ ის არის ვთქვათ პროფესორი მუშაობდა წლების განმავლობაში საგანმანათლებლო მიმართულებით და თამამაიშვილის პრინციპში ესე გვახსოვს ხო ამიტომ აქ პრინციპში არის ის გადაწყვეტილება რომელზეც ალბათ კომპეტენციასთან დაკავშირებით ვერ ვიდავებთ როგორც წესი ეს არის საკმაოდ არგუმენტირებული ეხლა ბატონო გია ხშირად არის იმაზე საუბარი რომ უმაღლეს საბჭოს ან წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა რა გააკეთა როგორც დეპუტატმა თქვენ რა გააკეთეთ როგორც დეპუტატმა 7 თვის განმავლობაში ანუ თავარი მომენტები რომ ჩამოგითვალოთ რა გააკეთა გიორგი მასალკინმა აი, გამომიჭირა. ძალიან რთულია. რატო იცი? მე შემინდა ცოტასე წავიწუწუნო. აი მე დილით გადავდივარ სამსახურში, 10 საათზე კაბინეტში შევდივარ და ნუ ბუნებრივია კაბინეტს აქვს მომზადებული მთელი რიგი ხახალდები, რომელიც საჭიროებს საკითხვას, პასუხს და ასე შემდეგ. ხშირად გადის მთელი დღე ისე, რატო? რომ მე ამ ხახალდებს ვერ ვკითხულობ. და რატო? იმიტომ რომ ეს ტელეფონი, ეს საშინელება, რაც გამოიგონა კაცობრიობამ, ეს მიხურდება დღის ბოლოს რა. იმიტომ რომ დღეში ისმის დაახლოებით 200-250 ზარი, აქედან 200 არაადეკვატური. ეს არის ყველა ის ხალხი, რომელიც მესმის, რომ ზოგს რაღაც აწუხებს, ზოგს პრობლემა აქვს სკოლაში, ზოგს პრობლემა აქვს უნივერსიტეტში, ზოგს პრობლემა აქვს კულტურის სფეროში, ზოგს პირადული პრობლემაა, იმ დროს სკოლის მასწავლებელია რაღაც. და აი ამ საკითხების უბრალოდ გადაწყვეტას სჭირდება თითქმის თელი დრო მიავს. არა, გარდა ამისა, არის საკითხები, რომელიც უშუალოდ ეხება ჩვენი ფუნქცია ხშირად არასწორად ესმით რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წერილი ახლა თამაშილის ზოგჯერ საყედურობს, რომ იმას ვეთამაშებიო რა, ყველა წერილი შეთამოდის, მე მემიგზავნიო. მე ამ წერილს შევისწავლი, რაღაც შევ დასაბუთებას გავაკეთებ, ან მოვიწონებ ან არა და ვაგზავნი იქ, სადაც რეალურად შეუძლიათ ამ საკითხის გადაწყვეტა. გადაწყვეტა შეუძლიათ იქ, სადაც არის ფული, სადაც არის ბიუჯეტი.
ეს არის თავრობა, ეს არის შესაბამისი სამინისტრო. ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ მხოლოდ პოლიტიკა, განათლების და პოლიტიკის. საკანონმდებლო დონეზე თუ აქ არის ერთი ასეთი მომენტი. ძალიან საკამათო რაღაც თქვა და მე ეტყობა მომიწევს ამასთან კიდევ კამათი არაერთხელ ჩემს კოლეგებსთანაც. მე არ ვთვლი რომ აჭარას როგორც ავტონომიას უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული პოლიტიკური უფლებები. და არა ხშირად შეიძლება ვიღაცამ შეიძლება დამისვა შეკითხვა მაშინ რა გინდა ასეთ ორგანოში. აჭარას უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი უფლებები კულტურის სფეროში, კულტურის მიმართულებით, კულტურის საკითხების მიმართულებით, სოციალურ სფეროში, ნაწილობრივ ეკონომიკაში. მაგრამ პოლიტიკური დატვირთვა, მე მაგალითად არ მინდა, რომ საქართველოში რომელიმე რეგიონს ჰქონდეს განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვები. მით უმეტეს, რომ ძალიან სენსიტიური რეგიონში ვცხოვრობთ და აქ ძალიან მარტივია, ერთი ნაბიჯი გადაადგა მარცხნივ და დაიწყო რაღაც აღმოჩნდა რაღაც სეპარატიზმის კი არა, სეპარაციონისტული რაღაც მოვლენების წინაშე. აქ უნდა იყო განსაკუთრებით ფრთხილი. ამიტომ მე მაქვს გარკვეული გამოცდილება ეს ჩემი მესამე დეპუტატობა, ამიტომ მე ყველანაირად ვცდილობ რომ არა პოლიტიკურ დატვირთვაზე გადავიდეს ჩვენი საქმიანობა. რაც არ უნდა ახლა ეს ნინოსათვის შეიძლება რთულად მოსასმენი იყოს, არამედ გადავიდეს სხვა კუთხით. ეკონომიკა, სოციალური საკითხები, კულტურის საკითხები იმ კომპეტენციებში, რაც გააჩნია ავტონომიამ. აი მე გეტყვით ბატონ გია, რომ თულად მოსასმენი ნამდვილად არ არის, პირიქით ძალიან მესიამოვნო და გამიხარ და პირიქით გეტყვით არც კი ველოდი. მეც ვფიქრობ, რომ რეგიონების პოლიტიკური უფლებამოსილებების გაზრდასთან დაკავშირებით ჩვენმა ქვეყანამ ძალიან სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს, იმიტომ რომ მე არ ვთვლი, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ესე იოლად და ერთი ხელის დაკვირით უნდა გადაწყდეს. მიმაჩნია, რომ ის უფლებამოსილებები, მათ შორის, რაც აქვს წარმომადგენლობით ორგანოს აჭარის სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ გარკვეული საქმიანობა პოზიტიური თვალსაზრისით იქნოს განხორციელებული და საერთოდ მე აი ამ საკითხს, რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით და ის სიხარბე, რაზეც ვილაპარაკე, სულ მახსენდება დიდ კონსტანტე გამსახურდელს აქვს ესეთი რაღაცა აჭარის ავტონომიასთან დაკავშირებით ნათქვამი, რომ ეს არის აჭარი ბეგებისო პრივილეგიაო. მეც რაღაცნაირად სულ აი ამ დეკანაძეობის საკითხს აჭარის პარლამენტში, ხო, ერთი დეკანაძე და ეხლა მე მგონი ძალიან ბევრი გაჩნდა დეკანაძე, უყურებს ზუსტად ამ რაკურსში, ამიტომ აბსოლუტურად გეთანხმებით, რა თქმა უნდა, პოლიტიკური უფლებამოსილების გაფართოებაზე არასდროს არ მქონია არც მე თქვათ ფიქრი. და მიმაჩნია, რომ ესეც სისავსებით საკმარისია იმისთვის, უბრალოდ აქ ჩვენ ცოტა სხვა ტიპის პრობლემა გვაქვს. საზოგადოებას ალბათ უნდა აუხსნათ, რა ფუნქციის მატარებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. თულია, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვერ გაგვირკვევია რა ფუნქციის მატარებელია და მე ვიმედოვნებ მაპატიეროში გაწყვიტე რომ აი ამ თვითმმართველობის რეფორმის კვადაკვალ შეიძლება რაღაც უფრო მეტი სიცხადე შევიტანოთ აი ამ რეგიონის სპეციფიკაში ესმით? ეს ძალიან რთული იქნება. იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაწილი მე მესმის აბსოლუტურად თქვენი რომ პრაქტიკულად ჩვენი დიდი ნაწილი მოსახლეობის იქნება მოსული ყოფითი პრობლემების გადაჭრის მიზნით, ხო? ეს არ იქნება რაღაცა პოლიტიკური ხასიათის პრობლემების გადაჭრის და ბუნებრივია საზოგადოებას უნდა აუხსნათ, რომ საკანონმდებლო ორგანო არც ერთი არც ქვეყნის პარლამენტი და არც თქვათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არ არის ის ორგანო, რომელიც ამ ყოფით პრობლემებს ჭრის. ანუ ხშირად არის ფაქტები, როდესაც უშუალოდ უმაღლეს საბჭოს კომპეტენციას არ ეხება და მოდის წერილები. ძალიან ხშირად, ამას ვერაფერს ვერ დააბრალებ, ახლა უბრალოდ უბივატელმა იცის, რომ არის რაღაც აი თავრობა და ჩვენთან უფრო ადვილად ხდება თან, იმიტომ რომ ბევრს ვიცნობს, ბევრის ხმა მიუწია, მიტინგებზე დავდიოდი, შეხვედრებზე დავდიოდი და ის იცის, რომ უნდა მოვიდეს და შენთან მოიტანოს ეს პრობლემები და შენ ეს უნდა აუხსნა, რომ შეიძლება ეს პრობლემების აკონივრება უნდა მოხდეს, მე უნდა მოხდეს ამის თქვა ან გათვალისწინება, არ გათვალისწინება. კანონში და მომავალ წელს შეიძლება ეს პრობლემა იყოს განხილული ბიუჯეტის განხილვის. თუ აპირებს უმაღლეს ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭო, ერთგვარად საზოგადოების ინფორმირებას რა კომპეტენცია გააჩნია უმაღლეს საბჭოს. იმიტომ ხშირად მართლაც არის რეალურად პრობლემა იმისა, რომ უმაღლეს საბჭოს კომპეტენცია რა არის, არა თუ საზოგადოება უბრალოდ რიგით მოცხოვრებელმა, არამედ შეიძლება პოლიტიკოსმაც კი არ იცოდეს რა არის უმაღლეს საბჭოს რეალური ფუნქცია. ცუდი არ იქნება დატო თუ რაღაც გარკვეული ნაბიჯები ამ კუთხით გადაიდგება, მაგრამ არ ამგონია რომ ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს ეს, მაგრამ ნაწილმა მაინც რო გაიგოს რეალური ფუნქციები უმაღლეს საბჭოში იქნება კარგი, მაგრამ არ ამგონია რომ ბოლომდე ეფექტური იქნება ეს ახსნა განმარტებითი. აქ დატო კიდე ერთმა
სამწუხაროდ დრო ნინო ძალიან არა, დიდ გაწყვეტინებ, უბრალოდ დრო საერთო დასრულდა. თქვენთვის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე, პოლიტოლოგი ნინო ჩხეტია და ხმის ოპერატორი ინგა ნარჩმიაშვილი მუშაობდა შეკითხვებს სტუდიაში. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რესპუბლიკელი გიორგი მასალკინი პასუხობდა. მადლობა ბატონო გიორგი, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. გემშვიდობებით. სამშაბათს საღამო 7 საათამდე.